Poate mamisata, dar nici n-aș înțeles mamisata. Მოგესალმებით, ჩვენ ვაგრებს საუბრებს აგროს სამართალზე და თინდა გადაცემისას თვითონ განვიხილეთ უკვე 6 მსოფლიო კრება და რადგან იგი 6 მსოფლიო კრების შესახებ ჩვენი საუბრის. როგორც თინდა საუბრობენ ჩანს, რომ ყველა ესეთი კრება გარკვეულ პრობლემებთან იყო დაკავშირებული და ისაც იყო საწოლ საკითხებთან. ამასთან ზნეობრივი კანონებით დაწესებით განიხილებოდა. მაგრამ ლიჟურის კანონი ისაც ყურადღებას ამახვილებს და იმ აქტებში, ამ აკრების აქტებში აღნიშნულია მიღებული კანონები. და ყველა მიღებული კანონი ემყარება იმ სარწმუნოების საფუძველს, რომელიც არის შეთანხმებული კრება. კრების მოწვევის მიზანი იყო სწორედ სარწმუნოების საკითხის განხილვა და მიღება და დამტკიცება იმისა, რაც არის ჭეშმარიტი ის წინაშე და ამასთან ერთად ამ საფუძველზე დგებოდა სხვადასხვა კანონების მიღება. და ამ შემთხვევაში ჩვენ ვიცით, რომ ამ კრების მოწვევის მიზეზი და მიზანი იყო ხათაყონსემის ტრადიციის აღდგენა ეკლესიაში, რომელიც დაერღვა მე-3 საუკუნის დასაწყისში იმპერატორ ლევ მესამე სავრიელის მიერ. ჩვენ ქრონოლოგიას მივყვებით, რომ 726 წელს პაპი გრიგორის მიმართ დეუში ლეონ ისავრიელმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ხატები ხომ არ არის თავისებური, ეს კი და მათ მიმართ აღვნიშნება კირსახურება და შეადარა წარმართულ კულტებს. და ქანდაკებების მიმართ მსახურება. ცხადია ეს განცხადება და ეს მოსაზრება იმპერატორის მისი სულიერი გაუნათლებლობის მიზეზია. რატომ? რა განსხვავება ხატსა და იმ სურათებს თუ ქანდაკებებს, რომელსაც კერპად ვცნობ ჩვენ. პირველი ხატი დადარში ღვთისკურთხევით შეიქმნა. 23 წლის სინასტაჟებს უფალი უცხადებს დადარს მის აგებულებას, სამძულო მსახურებას, შესამოსელს და ადის ერთ-ერთ აუცილებლად მისცემს ქერუბიმის გამოსახულებას. და აღთვის კიდობნის თავზე ორი ქერუბიმი ფრთებგაშლილები იქნება და მათ შორის ღმერთი გამოგიცხადება შენ, რომელსაც ილოცებ ღვთის მიმართ. ამბობს დელტავრის მიმართ უფალი. ესე იგი, ეს გამოსახულება მოცემულია ღვთისაგან და კურთხევა ღვთისაგან, რომ ეს მაკავშირებელია ადამიანს, მორწმუნე ადამიანსა, მოდელსახურსა და ღმერთს შორის. მათ შორის ამ ქერუბიმს შორის გამოგეცხადებ შენ და გაუთხებ შენ ნებას. და შემდგომში ჩვენ ვიცით, რომ ხილვა ქერუბიმის, სერაფიმის ჰქონდათ 13 წელს. და სწორედ ეს გამოცხადებით მიღებული ცოდნა არ შეიძლება გაიგივდეს ადამიანის დარჩენილი გონებით მოფიქრებულ, მოგონილ და გამოგონილ არსებათა გამოსახულებას. აი ეს პრინციპული განსხვავებაა. და ხატი ქრისტიანულ ეკლესიაში არის გამოსახულება იმ რეალური პიროვნების, ვინც ცხადად იყო ქვეყანაზე,
და უბრალოდ ხოლმე მაცხოვარი მოვლენა შენ ხსისათვის და ხელთუქმნელი ხატით ისი მან დაუტოვა მედისის მეფის გადასაცემად. ეს ცნობილია საეკლესიო გადმოცემაში. ასე ყოდა ღვთისმშობელმა გადასცა ხელთუქმნელი ხატი დავისი ამდე მოცხულს, რომელიც საკადაგებლად გაიგზავნა საქართველოში. იგი ეს სახეები რეალური პიროვნებებია და ამ სახის გამოსახულებზე კურთხევა მაცხოვრისგან არის. რადგან უშუალოდ ედისის მეფეს ავგაროს არ ქონდა საშუალება რომ მოსულიყო ქრისტესთან დაეცნო, მაგრამ მითხოვდა მის შეწევნას და მისგან წყალობას ითხოვა თავის მხატვრისგან, როგორც გახსოვთ თქვენ, რომ ჩამოიტანა გამოსახულება მაცხოვრისა, რომ მასო ბიხილაო და ვილოცებ მის მიმართ მიშველისო. ამ რწმენის საფუძველი იყო და რწმენის გაცხადებული ღვთისმიერ რეალობის მიმართ რწმენის. რამდენად უფალი მოვიდა ქვეყანაზე ჩვენი ხსნისათვის. მაგრამ თვითონ იმ ხატვარმა ვერ შეძლო გამოსახულის, ანუ კაცთაგან არ არის ეს მოცემა. და უფალმა მისცა ეს ხელთუქმნელი ხატი თვითონ ეს როგორც გახსოვთ ილო და ასელა მიიღო სახეს და გადასცა მას და ისახა ეს მაცხოვრის სახე. და რადგან ეს სახე განცხადებული იყო ერთი ფიზიკურად მოციქულები ხედავდნენ და მათი მოწაფეები და იმ 70-დან მოციქული ხედავდა მაცხოვრის სახეს და ეს ხატით მაცხოვრის ხელთუქმნელი გადაეცა ადამიანებს, ესე იგი მართებულია გამოსახულება, რომ როგორც მეფე ავგაროსმა ისურვა ინება და უფალმა მისი თხოვნა და დააკმაყოფილა და მისცა ხატი სალოცავად და ნუგიშად და უფალთან მიმართებაში საშუალებით ყოფნისათვის. ასევე არის ხატი ეკლესიაში. კი ვიტყოთ ტილოზია თუ დაფაზე და დახატული საღება ვიტყოთ, მაგრამ არა თვითნებურად. და შემდგომში ყველა ხატი ასახავდა რეალ პიროვნებას. რამდენად ეს არის ეკლესიის ისტორიის მატიანე იტყვით და ამავდროულად მაკავშირებელი ისინი ძალითა, რომელიც ოდითგან ჯერ მოსიასწრებელს ღვთისგან მიეცა სიასთაზე და შემდეგ მაცხოვრის მიერ და ღვთისმშობლის მიერ მიეცა მორწმუნე ადამიანებს. და სწორედ ხატების მიმართ იმპერატორმა მესამე ისავრიელმა გამოთქვა ეს მოსაზრება, რადგან რომის პაპმა გრიგორი მეორემ პასუხა, რომ არ არის მართებული მის ეს წარმოდგენები. მიუხედავად ამისა, იმპერატორს გაუჩნდა მომხრეები ამისა და მან პაპს განუცხადა, რომ მე იმპერატორისა და მდელსახურიც, ანუ მისის მდელსახური არავის არ მოწია, ურთხევა არ ქონია, მაგრამ თვითნებურად ჩათვალა, რომ მას ამის უფლება აქვს. ის რომ პირველ მსოფლიო ომში მოიწია იმპერატორ კონსტანტინემ და ასევე მეორე და მესამე მსოფლიო ომში მოწეული იყო პატრიარქების და მდელთავრების მიერ იმპერატორის თხოვნით, წოდია. ამ შემთხვევაში იმპერატორი თვითონ თავისთავად ანიჭებს უფლებას მდელსახურმა განაგოს, როგორც მას მიაჩნია სწორი. და დაიწყო ეს ამბოხი ხატების წინააღმდეგ. პატრიარქი კონსტანტინოპოლისა ასევე წინააღმდეგი იყო მოტყრების და რადგან ზეწოლა იყო დავრობისგან მასზე
გოსე პატრიარქმა პავლემ განაცხადა, რომ ის არ გაიზიარებს ამ ძალებულ აზრებს და თუ სხვა გზა არ არის, მან თავის პროტესტი გამოთვალა, იმიტომ გადადგა პატრიარქობიდან. და ამით არჩევნების წინაშე დააყენა იმპერატორი. თუ შენ ერევი ეკლესიის საქმეებში, მაშინ ბოლომდე გამოცხადე შენი ძალადობრივი ქმედება და შენ იმოქმედე. ჩვენ თანამონაწილე ვერ ვიქნეთ ამ ძალებლობისა. და ასეც მოხდა, რომ მოდელთა შორის იმპერატორმა გამოარჩია თავისი, ასე ვთქვათ, მიმდევარი. გადის დრო და ეს ბრძოლა ხატების წინააღმდეგ უფრო იტყოდით კაცი და სასტიკი ხდება. თავიდან ხდა ხატების ზევით აწევა, რომ არ ამბორებოდნენ, არ ეხებოდნენ და უშოთ ლოცვით არ მიმართავდნენ და შემდეგ რადგანაც ხატაღვანისება ის რჩებოდა ძალაში. თუ ეს ადამიანების მიმართება, ლოცვით მიმართება, კონკრეტულ წმინდანის მიმართ, უფლის მიმართ, ღვთისმშობლის მიმართ და მისი სახის წინაშე, როგორც ნათქვამია, რომ ხატი არის ის რეალური პიროვნების წინასახე და მაკავშირებელი მასთან. რადგან ვიცით, ვის მივმართავთ ჩვენ და ვიცით, რომ ის რეალურად არსებული პიროვნება ეკლესიის მეაღიარებული წმინდანებთან და ამიტომ ეს კავშირი ქვეყანას ერთად შორის ხატის საშუალებლად სრულდება. ამიტომაც მრავალი ხატის სასწაული არის ცნობილი ეკლესიის ისტორიის მანძილზე. შემდეგ დაიწყო ერთად განადგურება ხატების, რადგან დაინახეს, რომ ერის უმრავლესობა და მათ შორის მონასტერში მონაზვნები აგრძელებენ და მსახურებას და მიაგებდნენ შესაბამის პატივს ხატებს. და ხდებოდა ძალადობრივი შეჭრა კიდე მონასტერში, კიდე ტაძარში, კიდე ოჯახებში. ჩვენ ვიცით ეს შემთხვევები და მათ შორის ივერიის ღვთისმშობლის ხატის ისტორია ყველა ქართველმა კარგად იცის. ისეთ ხატმებრძოლებმა მოინდომეს ამ ხატის განადგურება, გზას შეეხენ და იმ ჭრილობიდან რაც მიაყენეს ღვთისმშობლის სახეს, სისხლი გადმოდინდა. და შედედებული სისხლი დღესაც სახილულად შესაძლებელია, ვინც იერონის მონასტერში მივა და მიახლება მხატს. ასე სხვა სასწაულებიც არის ცნობილი. და საკუთრ გაგრძელდა ეს ბრძოლა ხატების წინააღმდეგ და თაყვანისმცემს, მაგრამ ბოლოს პატრიარქი პავლე გადადგა, რომ იზრული გახადეს, ხელი მოეწერა ხატმებრძოლურ აქტებზე და შემდეგ აღიარა, შეინანა და თქვა, რომ ის ამიერიდან ამას არ იზამს და ამ ცოდვის გამო ის პასუხს არ აგებს. და კითხეს მაშინ და ვინ იქნება მაშინ პატრიარქი არის კანდიდატური, რომ ესეთ ეკლესიის ტრადიცია, რომ პატრიარქის თუ გადადგება საპატიო მიზნის გამო ან ვეღარ მართავს ან გავა მსოფლიდან, ხტობს ამდერც. მისი გამოცდილებიდან თინარეთ ყველა ეპისკოპოსის და პირადად ჰქონდა ურთიერთობა ეკლესიისათვის, ვის ურჩევს, ვინ ჯობია რომ იყოს პატრიარქად. და პატრიარქმა პავლემ თქვა, რომ ღირსეულად მას მიაჩნია ტარასი, რომელიც არ იყო სასწრო პირი. სახელმწიფო მოხელი იყო, მაგრამ თაყვანისმცემელი იყო და
უაღრესად განათლებული, გონიერი, პრინციპული, მართალიადები და ზნეობრივი. მას იცავდა როგორც საერო, ისე სასულიერო დასით. და სწორედ უნდა მოხდარიყო მისი ყურს. ამ დროს უკვე შეიცვალა იმპერატორი და მეფობდა დედოფალი ირინა და მისი ვაჟი კონსტანტინე. სწორედ მათ შეათანხმეს სასულიერო პირთან სამძლეობასთან, რომ პატრიარქ პავლეს თხოვნა ანდერძა რეკომენდაცია არის, რომ ტარასი იყოს პატრიარქი. ის შეძლებს მისი განათლებით, მისი ნებისყოფით, ავტორიტეტით ეკლესიის დიდამტყოლობას. და ასეც მოხდა. დედოფალი ირინა დაიბარა ტარასი, ესაუბრა, ტარასი პასუხა. მე მხოლოდ იმ შემთხვევაში ავიღებ ჩემ თავზე ამ დიდ მძიმედ პატრიარქობისას, თუ თქვენ მზად ახართ, რომ მოიჭრეთ მსოფლიო კრება და კრებითობად გადაწყვიტოს ეს ყველაფერი. რაც მიიღო თანხმობა დედოფლისგან. დაიწყო მზადება კრებისთვის, კრების მოსაწევად, მაგრამ ხათმებრძოლთა შორის ბევრი იყო საერო პირი და უკვე ეს იმპერატორი ლეონ მესამე აღარ იყო ქვეყნად და შემდეგ იყო კონსტანტინე კომპრონიმე, რომელმაც წარმატებული ომები ატარამოა სპარსეთთან და სხვა ქვეყნებთან და ჯარს უყვარდა. ის როგორც ხედავთავარი. მიუხედავად მისი ამ ცარცნობებული ცდომილებისა. და სწორედ ამით სარგებლეს ხათმებრძოლებმა და როდესაც კონსტანტინოპოლში იყო მოწვეული კრებაზე ეპისკოპოსები და უნდა ისე ითქვას, რომ დაიგზავნა დედოფალ ირინეს და პატრიარქ ხელდასმულ ტარასის. ხელდასმა იცით როგორც მოხდა, რომ ჯერ მოხდა მისი ხელდასმა დიაკვნად, შემდეგ მდლად, შემდეგ უკვე მღვდელმთავრად და მოხდა მისი ინტრონიზაცია. ამის მან მიმართა წერილით რომის პაპს და აღმოსავლეთ პატრიარქებს, ანუ ალექსანდრიის, ანტიოქიის, იერუსალიმის პატრიარქებს, მათ მიიღოთ მონაწილეობა ამ კრებაში. პაპმა დაპირდა, რომ თავის წარმომადგენლებს გამოაგზავნეს ამ კრებაზე, ხოლო აღმოსავლეთ პატრიარქები, რადგან ის ალექსანდრიაც, იერუსალიმიც და ანტიოქიაც არაბების ბატონობის ქვეშ იყო. და შეზღუდული ქონდათ მათ ადგილის საშუალება. ვერ მოდიოდნენ მათ თავის წარმომადგენლები, მაგრამ ამ წარმომადგენლებსაც საფრთხე ელოდა, თუ კი შეიმჩნეოდა, რომ ეს გაუკვირო ქრისტიანული ეკლესიის მისიის შესასრულებლად მიემგზავრებიან. და მაშინ იქ შრომოვალი ამოჩნდა იმ მონასტრის, რომელთაც შეიძარეს პატრიარქს წარმოგზავნილი თავისი მანდობით აღჭურვილი პირები და შეეძლო მათგან წერილების გადაცემა მიტანა კონსტანტინოპოლში. ასე რომ მათი თანხმობა ამ კრებაში მონაწილეობის და უნდა აღდგეს ეკლესიაში ხატთაყონისცემა, როგორც უდიდესი ტრადიცია, წესი და გადმოცემა მიღებული თვითუფლისგან და ღვთისმშობლისგან. არათვითნებური არის ეს ქმედება. როდესაც ეს კრება კონსტანტინოპოლში შედგა, ხათმებრძოლებმა დააქეზეს კონსტანტინოპოლის მხედრები, გარნიზონი და מחვილებით შეიჭრნენ კრებაზე და დაემუქრნენ დახოცენ ყველას, ვინც ხათთაყონისმოებაზე ხელს მოაწერს. ასეთ პირობებში
კრება ვეღარ გაგრძელდებოდა და ხალხ მებრძოლები გამოვარდნენ იმ შენობიდან, ვირილი ჩვენ გავიმარჯვეთ, ჩვენ გავიმარჯვეთ. ძალადობა გამარჯვებული ასეც არ არის. და დედოფალმა ირინამ თქვა, რომ კი კონსტანტინოპოლში ჩვენ ვერ შევძლეთ ამ ჩატარებას, დაიღუპა სისხლი და სამართლის წინააღმდეგ არის ეს ფიზიკური ძალადობა. მან გამოცხადა, რომ კრება ეხლა არ შედგება. მაგრამ დაწესდა, რომ კონსტანტინოპოლში გარნიზონი არის და მომხრეები მრავალ, ამიტომ შესთავაზა, რომ პირველ მსოფლიო კრება ხო ნიკეაში ჩატარდა და გადავიდოთ კრება იქ. იმისათვის, რომ მხედრებს აღარ მიიღოთ მონაწილეობა იარაღის არ მიემართათ კრების წინააღმდეგ, გამოსვლისას გამოცხადა ბრძოლა შუა აღმოსავლეთში. და ეს გარნიზონი კონსტანტინოპოლის და სამხედრო განწესებანი დავიდნენ გაემხნეს საბრძოლო და თავისი მეთაურების განყოფით. აი ამ რთულ ვითარებაში მოხდა ეს ჩატარდა კრება. მეშვიდე მსოფლიო კრება და ამ კრებამ აღადგინა თაყვანისცემა. და დღემდე ეკლესია გადმოცემას, ტრადიციას და მრავალ სასწაულების მიღებულ წებას თაყვანისცემის ღვთის მიერ დადგენილ და მოცემულ ჩვენთვის ზეცა აღიარებს. ამდენად ეს ტრადიცია გრძელდება, მხოლოდ შეიძლება ცხადია ტრადიციის დარღვევა იმ მხრივ, რომ საუკუნის მანძილზე ჩამოყალიბდა ხატერის კანონიკა და ცოლ-სახის გამოსახულების პრინციპები, როგორც უნდა იყოს, უნდა იყოს დაცული. და ახალ გამოგონილი და უსაფუძვლო რაიმე გამოსახულები ცხადია არ მიიღება ეკლესიაში. ჩვენ განვიხილავთ რამდენიმე მუხს ამ კრების, რომელიც ეხება საეკლესიო ურთიერთობის, წყობის და ზნეობრივი პრინციპების საკითხს, მაგრამ ამას ალბათ ჩვენ დავუთოთ ცალკე დროს და ამასთან ერთად გავუხდეთ იმ სასწაულებს, რომელიც იყო გაცხადებული ამ კრებაზე მთელი რიგი მონაწილეების მიერ, რომელიც ხატების მიერ, ან ხატებთან ლოცვის დროს აღსრულდა. არის ასწავლეთ ხატისგან ხდება ჩვენი ლოცვის დამოუკიდებლად და არის რომელსაც ლოცვის დროს ცხადდება ეს სასწაული ხატის მიერ. ამაზე ცალკე ვისაუბრეთ დაგემშვიდობებით ღმერთთან დაგუცოთ.